პირველ რიგში ტარხუნა უნდა იყოს კარგად გარეცხილი. დავამატოთ ლიმონმჟავა. და კარგად ამოურიოთ. გავსრისოთ კარგად ლიმონმჟავაში. ტარხუნა მიიღებს ხასხასა მწვანე ფერს, ანუ წვენს. კარგად მოსრისოთ ჩვენი ტარხუნა. სანამ ესეთ ფოთოლს არ მივიღებთ და მასივაში გავაჩეროთ. დავაყოვნოთ სადღაც 2 საათი. ახლა კი მოვამზადოთ სიროპი. ლიტრ ნახევარ წყალს დავუმატოთ 4 ღვინის ჭიქა, შაქარი. და კარგად ვურიოთ. სანამ სიროპი არ მომზადდება. ამასობაში ჩვენი სიროპიც დამზადდა და ახლა კი შევურევ ჩვენს ტარხუნას და 1-5 წუთი წამოვადუღებ სიროპთან ერთად. ვადუღოთ იქამდე, სანამ ხასხასა მწვანე ფერს არ მივიღებთ. ჩვენი ლიმონადი უკვე ფერს იცვლის. ესეც ჩვენი ნატურალური ტარხუნის ლიმონადი. ესეც ჩვენი დამზადებული ნატურალური ტარხუნის სახში გამომზადებული ლიმონადი.